მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი და საბაბი გვაქვს. მაგრამ როდესაც წარდგენისას მე ვამბობ ამ ფრაზას, მე აუცილებლად მთავარს ვამბობ, რომ ადამიანია მთავარი ღირებულება ჩვენ საზოგადოებაში და ნებისმიერ საზოგადოებაში მიუხედავად ადამიანის მახასიათებლისა. ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძვირფასია და თუ ჩვენ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ფაქტობრივად ადამიანის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, რადგან შევთანხმდით, რომ ჩვენი ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა არის თავისუფლება. ისევე როგორც ჯანმრთელობის შეზღუდვა არის შეზღუდული თავისუფლება. შესაბამისად, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ფაქტორებს ვასახელებთ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ უამრავ კვლევას, რომელიც წლების მანძილზე ტარდება. და ამ კვლევების შედეგები ყოველთვის ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით თუ მათი თავმოყრაა შესაძლებელი. სწორედ ამ კვლევების შედეგების გაერთიანებით, გამთლიანებით და განზოგადებით მეცნიერები შეთანხმდნენ რამდენიმე ძირითად ფაქტორზე, რომელთა დამსახურებით ადამიანებს ყველაზე ხშირად აქვთ ესა თუ ის პრობლემა. არა გადამდები დაავადებები. მიაქციეთ ყურადღება, ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ ჩვენ საუბრობთ ხოლმე სხვადასხვა ჭრილში, სწორედ ამ ფაქტორებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში ჩვენი ავადობის და სამწუხაროდ სიკვდილიანობის რისკი იზრდება. და როდესაც შეჯერდნენ მეცნიერები, თქვენ გახსოვთ პირველივე შემთხვევაში ჩვენ გაგიზიარეთ მათი კვლევის შედეგები, ხოლო მას შემდეგ რაც უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული წარმოდგენა 6 ძირითადი ფაქტორის შესახებ, მე ხშირად ამას სხვადასხვა ვერსიის სახით გთავაზობთ ხოლმე და ამჯერად სოციალური ქსელისთვის ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური ფორმატით. მოდით ნახოთ, როგორი იყო ეს ფორმატი და როგორი გამოხმაურება მოჰყვა მას. ადამიანებს ხშირად გვაწუხებს უსამართლობის განცდა და ამისთვის რეალური მიზეზებიც გვაქვს. ჩვენთვის აყვარელი ადამიანების ავადმყოფობა და გარდაცვალება როგორც წესი უსამართლობის განცდას კიდევ უფრო გვიმძაფრებს და ტრადიციულად გვიჩნდება კითხვა რატომ? მაინც რატომ ხდებით ავად? მეცნიერებმა სცადეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და თქვენ წარმოიდგინეთ რამდენიმე ძირითადი მიზეზიც იპოვეს. უფრო სწორად, მიზეზი ბევრია, მათ გამოყვეს 6 ძირითადი რისკ ფაქტორი. მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებელი, ყოველდღიურ რაციონში ბოსტნეულის და ხილის დაბალი წილი, ამავე დროს ჭარბი წონა ან სიმსუქნე და დაბალი ფიზიკური აქტივობა, მაშინ, როდესაც მე-6 ფაქტორად გასათვალისწინებელია თამბაქოს მოხმარება. რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს თქვენ არ გეხებათ. ეს ყველას გვეხება და 3 მიზეზი შემიძლია დავასახელო რატომ. ამ რისკ ფაქტორების ჩამოთვლა სამედიცინო ცოდნას არ მოითხოვს. არც მათი დამახსოვრება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შევაფასოთ კრიტიკულად 6-დან რომელი მათგანი გვიქმნის რისკს მოცემულ მომენტში და მესამე. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი არჩევანი და ჩვენი არჩევანი მარტივი სულ რაღაც 2 შეიძლება აღმოჩნდეს ის ბერკეტი, რომელიც ამ პრობლემების გადაჭრას დაგვეხმარება. რომელი? ყოველ დღე სულ ცოტა 400 გრამი ბოსტნეული და ხილი ჩვენს რაციონში და ყოველ დღე სულ ცოტა 30 წუთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა. გარწმუნებთ, სწორედ ეს ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს ის საშუალება, რომელიც თავიდან აგვაცილებს უამრავ პრობლემას გულსისხმთა სისტემის მხრივ, ონკოლოგიურ დაავადებებს, სიმსუქნეს, შაქრიან დიაბეტს და სხვა. მე მინდა საგანგებო მადლობა უთხრა ყველა მაყურებელს და ყველა მომხმარებელს ჩვენი სოციალური ქსელისა, რადგან უგულისხმობთ, არტოვებთ თქვენ არც ერთ ჩვენს პროდუქტს და განსაკუთრებით საგულისხმოა ხოლმე ამონაკრები თქვენი კომენტარებიდან, მხოლოდ რამდენიმე ხვდება ხოლმე ჩვენს ეთერში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე თქვენგანის კომენტარი უყურადღებოდ დავტოვეთ. უბრალოდ განზოგადებას ვცდილობთ და მიაქციეთ ყურადღება მაყურებელთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა ხაზი გაუსვა ისეთ ფაქტორებს ცხოვრების წესისა, როგორიც არის სტრესი, ძილის დარღვევა.
და სწორედ მათ დაუკავშირეს საკუთარი ავადობის და ზოგადად ავადობის გაზრდილი რისკი. ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ, რომ სწორედაც ასეა. რაც შეეხება იმ კვლევას და იმ X ფაქტორს, რომელზედაც იყო ჩვენს პროდუქტში საუბარი, რა თქმა უნდა, ეს ეხება არაგადამდებთ დაავადებათა გავრცელების ძირითად რისკ ფაქტორებს, მაგრამ ეს არ ეხებოდა ცხოვრების წესის ფაქტორებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ შედეგად ეს 6 ფაქტორი ჩამოგვიყალიბდება. დიახ, ჩვენ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ერთი მხრივ შეგვიძლია შევაფასოთ ჩამოთვლილი 6-დან რომელი გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს, მიუხედავად სამედიცინო განათლების ქონა არ ქონისა, ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ არის თუ არა ჩვენი ორგანიზმისათვის ამ მომენტისათვის რეალური ავადობის მაღალი რისკი. თუ 6 ფაქტორიდან რომელიმე გვაქვს, ან მით უფრო რამდენიმე გვაქვს, ცხადია ჩვენი რისკი იზრდება. მაგრამ თუ ჩვენ ცხოვრების წესის ფაქტორებზე ვსაუბრობთ, სტრესის მართვაზე, ძილის შენარჩუნებაზე, ანუ სრულფასოვან ძილზე, ვსაუბრობთ ადეკვატურ კვებაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, იმუნიტეტის გაკარჟებაზე, ვსაუბრობთ ზოგად სარეგულაციო მექანიზმებზე, მათ შორის სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგებაზე, ვსაუბრობთ განათლებაზე, რა თქმა უნდა, სწორედ ცხოვრების წესის ამ ფაქტორების, მათ შორის ჰიგიენის გათვალისწინებას შეუძლია თავიდან აგვაცილოს დასახელებული 6 ფაქტორი. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ გაინტერესებთ, შეიძლება თუ არა რომელიმე მათგანი, ცხოვრების წესის რომელიმე ფაქტორი იყოს გადამწყვეტი ან ხელშემწყობი თქვენი ავადობისა, უნდა დაგეთანხმოთ, დიახ, ცალ-ცალკე და მათი ერთობლიობა ზრდის ჩვენი ავადობის რისკს. ისევე, როგორც მაგალითად, წელიწადში რამდენჯერ გავხდებით ავად. ჩვენი იმუნიტეტის გაწვრთნა, გაკარჟება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება გადამდები დაავადებების თავიდან ნაცილებაშიც. დიახ, ჩვენ 6 ფაქტორი არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით დავასახელეთ, მაგრამ ყველა ის ფაქტორი, რომელიც ცხოვრების ჯანსაღწევს უკავშირდება, გვეხმარება გადამდები დაავადებების თავიდან ნაცილებაშიც და შესაბამისად ავადობის გაიშვიათებაში. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს გადაცემას, დღევანდელი ჩვენი გადაცემა რამდენიმე დაავადების ერთდროულად არსებობას უკავშირდება და განსაკუთრებით საგულისხმოა ასეთ დროს რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტის ერთდროულად გამოყენება. ეს არის რთული ამოცანა მედიკოსებისთვისაც კი, არათუ ოჯახებისთვის და თავად იმ ადამიანებისთვის, ვისაც მსგავსი ამოცანების გადაჭრა ყოველდღიურად უწევს. ხანმოკლე ტიხრის შემდეგ ჩვენ სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. როდესაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ იმ რისკსაც, რომ ადამიანი დიახ შეიძლება გახდეს ავად. და ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანს არა ერთი, არამედ რამდენიმე დაავადება ერთდროულად აქვს. რასაკვირველია, ყველა დაავადება სჭირდება მკურნალობა. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს რამდენიმე დაავადება აქვს და რამდენიმე დაავადების სამკურნალო საშუალებები ერთმანეთს უნდა შევუხამოთ. დღეს ჩვენ სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ და რასაკვირველია ვითვალისწინებთ თქვენს განსაკუთრებულ ინტერესს ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, პრაქტიკულად ჩვენი გუნდის წევრი, რომელიც გახლავთ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი თერაპევტი, ინტერნისტი, ქალბატონი ლიზა გოდერძიშვილი. ლიზა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მარ. როდესაც ჩვენ წლების მანძილზე საზოგადოებას ვუზიარებთ ამა თუ იმ ინფორმაციას, ჩვენ სარგებლობთ იმ ცოდნით, რაც მტკიცებით მედიცინას მოცემულ მომენტში აქვს. რასაკვირველია, ეს ცოდნა იცვლება და რა თქმა უნდა, მედიცინა ამაყობს იმ შესაძლებლობებით, რომ ბევრი დაავადების მართვა შეგვიძლია დღეს, მათ შორის მედიკამენტური მართვა. მაგრამ ჩვენ აღმოჩნდით ახლა სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში, როდესაც თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები ჩვენ შეგვიძლია ბევრ დაავადებას ერთდროულად მივაგნოთ და თანამედროვე სამკურნალო საშუალებებით ბევრ დაავადებას ერთდროულად ვუმკურნალოთ. რამდენად ხშირია ყოველდღიურ პრაქტიკაში იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც არა ერთი, არამედ რამდენიმე ქრონიკული პრობლემა აქვს და რამდენად ხშირია იმის აუცილებლობა, რომ ყველა ეს პრობლემა ერთდროულად მართოთ. ჯერთ ძალიან მიხარია, რომ ამ პრობლემაზე საუბრობ მარე დღეს, იმიტომ რომ ეს პრობლემა მზარდია
დაავადებები ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მუდმივად საჭიროებენ მკურნალობას, მათი რიცხვი იზრდება. და მით უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვისაც ერთზე მეტი დაავადება აქვს. ეს ერთი მხრივ დამსახურება იმისი, რომ მედიცინა ვითარდება, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას განვითარებული მედიცინა ხელს უწყობს, მაგრამ დაავადებები მრავლდება აი ამ თქვათ უფრო მეტად ხანდაზმულ ადამიანებში და მათთვის განსაკუთრებით მაღალია რისკი ბევრი წამლის ერთდროული მოხმარებისა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები, გვერდითი არასასურველი შედეგები. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას. ეს პრობლემა ხანდახან იწვევს საკმაოდ ბევრ გართულებას დაავადებების, უბრალოდ ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც იწვევს გართულებას. გვერდითი მოვლენები, მედიკამენტების გვერდითი მოვლენები ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს ისევეა გასათვალისწინებელი, როგორც თვითონ დაავადების პროგრესირება და თვითონ დაავადების ვთქვათ, მკურნალობის პრინციპები. ჩვენ მკურნალობთ აგრეთვე გვერდით მოვლენებს სწავლებისას, თუ კი აბსოლუტურად აუცილებელია მედიკამენტის მიღება და საერთოდ ნებისმიერი მკურნალობისას ჩვენ უნდა ერთმანეთს შევადაროთ, სასწორის ორ პინაზე დავდოთ სარგებელი და მავნეობა. ნებისმიერი მკურნალობის, ნებისმიერი ჩარევის, ნებისმიერი პროცედურის. თუ კი ჩვენს ჩარევას მოყვება მეტი მავნეობა, მაშინ და აჭარბებს სარგებელს, საერთოდ ცოტა უფრო ბევრი და სერიოზულად უნდა ვიფიქროთ ამ მკურნალობის მიზანშეწონილებაზე. როდესაც ჩვენ ვამბობთ ბევრი წამლის მოხმარებასთან დაკავშირებით, ესეც საერთო ტენდენციაა, თქვენ ბრძანებდით, რომ მაგალითად დაავადებების რიცხვი, როდესაც ერთ ადამიანს ერთზე მეტი დაავადება აქვს, მზარდია, თუნდაც დიაგნოსტიკური მეთოდების და ჩვენი ცოდნის დამსახურებით, მაგრამ მეორე მხრივ ბევრი წამლის გამოყენება, რომელიც ასევე დიდი თავსატეხია თანამედროვე მედიცინისათვის, ეს საერთო ტენდენცია თუ არის საზოგადოებები ქვეყნები, სადაც მეტად არის ეს პრობლემა გამოკვეთილი? მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ჩვენთან არის მეტად, ვიდრე ბევრად უფრო კონტროლირებად ქვეყნებში. რას ნიშნავს ეს? იცით, რომ წაბლების გამოწერა და საერთოდ მედიკამენტების გაყიდვა უნდა კონტროლდებოდეს საკმაოდ მკაცრად, იმიტომ რომ პაციენტს თვითონ არ შეუძლია აბსოლუტურად მიიღოს გადაწყვეტილება რა იყიდოს რითი უმკურნალობა. მათ შორის შეაფასოს რისკები. შეაფასოს რისკი საერთოდ. ჩვენთან ეს პრობლემა სამწუხაროდ დგას. იმიტომ რომ წამლის პოლიტიკა მკაცრი ჩვენთან ისევე როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის. ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ეს მკაცრი პოლიტიკა, იქ ვერ იყიდით ვერაფერს, რასაც ჭირდება ექიმის გადაწყვეტილება. უბრალოდ თქვათ, ტკივილგამაყუჩებლად შეგიძლიათ იყიდოთ რაღაცა ერთი მედიკამენტი, მაგრამ მედიკამენტი, რომელსაც ცოტა უფრო მეტი დატვირთვა აქვს, მეტი გვერდითი მოვლენა შეიძლება გქონდეს, ამას თქვენ თავისუფლად ვერ იყიდით. ჩვენთან ეს სამწუხაროდ არ არის. ამიტომ პაციენტები წამლებს ყიდულობენ არა მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნულს, არამედ თავისი გადაწყვეტილებით მეზობელმა მირჩია, გავიგონე, სოციალურ მედიაში ამოვიკითხე. სოციალურ მედიაში საერთოდ დაგუგლე, ეს ხომ საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია ხოლმე, არგუმენტია პაციენტების მხრიდან და ამიტომ ისინი ძალიან ხშირად არიან ისეთი რისკის ქვეშ, რასაც ქვია პოლიპრაგმაზია, პოლიფარმაცია. ეს ტერმინი დიდი ხანია უკვე მედიცინაში არსებობს და საერთოდ მისი განსაზღვრა არის ესეთი მარტივად რომ განესაზღვრათ, ყველასთვის მიუდგნენ ასე რომ 5 წამალზე მეტის მიღებას უკვე ქვია პოლიფარმაცია, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, რომელიც უნდა კარგად განვიხილოთ და ასე შემდეგ. რა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვისაც ვთქვათ, ორ დაავადებაზე მეტი აქვს, სამ დაავადებას და ჭირდება ეს 5 წამალი. დიახ, აი სწორედ ეს არის ყველაზე აქტუალური საკითხი, იმიტომ რომ თქვენი საუბარი ლოგიკურად მიიყვანეთ ამ წერტილთან, რომელიც ყველაზე საჭიროა და როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანებზე, რომელთაც რამდენიმე დაავადება აქვს, 2 დაავადება აქვს, 3 დაავადება აქვს, თითოეულ დაავადებაზე ამ ადამიანებს გარკვეული მედიკამენტები აქვთ მისადაგებული. ანუ დანიშნულების შესაბამისად არა თვითონ აირჩიეს, არამედ მათი დიაგნოზი მოითხოვს ამ მედიკამენტებს. მეორე მხრივ
თქვენ ბრძანებთ, რომ 5-ზე მეტი მედიკამენტის ერთდროული გამოყენება, ეს არის უკვე ის პოლიფარმაცია და პოლიპრაგმაზია, რომელიც მართლაც თავსატეხია თანამედროვე რეალობის. მაშინ რა ქნას ადამიანმა და სად არის გამოსავალი? როგორ უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი, რომ ერთის მხრივ ადამიანი მკურნალობის გარეშე არ დარჩეს და მეორე მხრივ ამ წამლების, სამკურნალოდ გამიზნული წამლების ერთდროული მიღება მისთვის არ გახდეს ჯანმრთელობისათვის არისკოტვირთი. რასაკვირველია, ეს პრობლემა, როგორც წეღან თქვით, ყველაზე მეტად ხანდაზმულ ადამიანებს აქვთ, რომელთაც აქვთ ბევრი დაავადება. ჩვენთან კიდევ ერთი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და ალბათ სხვაგანაც, რასაკვირველია. პაციენტ შეუძლია თვითონ აირჩიოს ხანდახან რომელ ექიმთან მივიდეს და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ჩვენ დიდი ხანია გვაქვს. მაგრამ ეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გამოყენების გარეშეც შეუძლია მიაკითხოს პირდაპირ ექიმს. ორ სხვადასხვა ექიმს, მაგალითად, გულის პრობლემების გამო, მეორე ექიმს მიაკითხავს თირკმლის პრობლემების გამო, მესამესთან შეიძლება სხვადასხვა სპეციალისტთან, ამას გულისხმობთ. ანუ გარდა იმისა, რომ წამლის ყიდვა შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით, თავისი გადაწყვეტილების ეს რა თქმა უნდა თავისუფლებაა, გარკვეულწილად შეიძლება კარგი თავისუფლება იყოს, მაგრამ ამ თავისუფლებას სჭირდება კონტროლი, იმიტომ რომ სად არის აქ რისკი? რისკი იქ არის, რომ ეს ექიმები ხანდახან ერთმანეთს არც იცნობენ, ანუ ეს პაციენტმა შეიძლება არც გითხრათ თქვენ რომ თქვათ ვიყავი იმასთან, იმან უკვე ეს გამომიწერა და მაგალითად უროლოგის დანიშნულება მაქვს. რასაკვირველია და მათემატიკურად კრებს, უმატებს ერთ ფურცელს, მეორე ფურცელს შეიძლება უკვე გამოვიდეს 15, თქვათ სამ ექიმთან. იმიტომ რომ შესაძლებელია თქვათ ნევროლოგთან და კარდიოლოგთან მისვლის შემთხვევაში მათ ერთი და იგივე წამალი გამოწერონ. სხვადასხვა ბრენდული დასახელებით შესაძლებელია. არტერიული ჰიპერტენზიის სარეგულაციო. გამოდის რომ რასაკვირველია, გამოდის რომ პაციენტი იღებს ერთსაც, მეორესაც და შეიძლება ამ წამლებმა გამოიწვიონ საკმაოდ დიდი გართულებები. სტატისტიკურად დათვლილია, რომ აი ასეთი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით, როცა ვინც 2 და მეტ სპეციალისტს საჭიროებს ან 2 და მეტი ტიპის დანიშნულებას საჭიროებს, არის ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებში და მათი 80% მაინც შეიძლება საჭიროებდეს, აი იმ ადამიანების 80%, ვინც რეგულარულად დადის ექიმთან, ხო? გამოდის რომ ეს ადამიანები მაღალი რისკის ქვეშ არიან და რა არის ეს რისკი? ეს რისკი არის დაცემის რისკი, რომელიც არის ძალიან მაღალი ისედაც ხანდაზმულ ადამიანებში. რისკი არის მენტალური დარღვევების, ანუ დემენციის, ან შეიძლება დემენცია არ განვითარდეს, დიაგნოზად ესე შეიძლება არ ჟღერდეს, მაგრამ შემეცნების სერიოზული ხარვეზები, ანუ ხო, რასაკვირველია, კოგნიტიური პრობლემები. შესაძლებელია იყოს გაუწყლოების პრობლემა დადგეს აქ, იმიტომ რომ შარდენს იღებს, შეიძლება მეორე სხვა დასახელების შარდენი მიიღოს, ან წყალს ვეღარ იღებს. ანუ უბრალოდ ბევრმა წამალმა გამოიწვია ერთად კუჭლენწყლავის პრობლემები, ანუ გასტრიტი, მას აქვს გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, საჭმელს ვეღარ იღებს ადეკვატურად, წყალს ვეღარ იღებს ადეკვატურად. ანუ მას აქვს მტკიცენდობა აი ამ წამლებთან მიმართებაში, წამლების მტკიცენდობა და ამიტომ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რასაც ეს წამალი იწვევს, შეიძლება თავიდანვე სერიოზულად არ შეხედოს და უკვე საკმაოდ დამძიმებული პრობლემით მიაკითხოს ექიმს. ამიტომ რა შეიძლება ვურჩიოთ მათ? მათ უნდა ვურჩიოთ, რომ აუცილებლად ჯერ ერთი როცა სხვადასხვა ექიმთან მიდიან, აუცილებლად უნდა ერთ ექიმს მეორის მიერ გამოწერილი მედიკამენტების ანუ არ დამალონ ეს ინფორმაცია. შეიძლება თვითონ არც იცოდნენ, რომ ეს აუცილებელია ამის. მაგრამ აუცილებელია, რასაკვირველია, იმიტომ რომ ის ექიმიც შემდეგ უკვე თავს პასუხისმგებლად გრძნობს, ხომ? ნებისმიერ კითხვა რომ დაგისვას პაციენტმა, უკვე პასუხისმგებლობას იღებ ექიმი. კითხვასაც კი როცა გასცემ პასუხს და მით უმეტეს როცა წამალს გამოწერ. ამიტომ ეს ინფორმაცია ან და არსებობს ეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, სადაც ერთად უნდა მოიყაროს თავი. ყველა დარგის სპეციალისტის მოსაზრება. ამისთვის არის ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ესაა ამისი ყველაზე უფრო სასარგებლო დანიშნულება, მე თუ გითხავთ და. მით უფრო, როდესაც თქვენ ბრძანებდით, რამდენად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ურთიერთშეთანხმებული მუშაობა ნამდვილად უკეთესი იქნება თავად პაციენტისთვის და იმ დანიშნულების ოპტიმიზაციისთვისაც, სადაც ნაცვლად მაგალითად შესაძლო 5-ისა შეიძლება შეჯერდეს 2 კოლეგა და 2 პრეპარატი დაინიშნოს მხოლოდ. და თანაც აქ მოდის ვიხდი ერთი მინდა დავამატო, რომ ამ წამლებს შორის ურთიერთქმედება არსებობს.
წამალსა და საკვებს შორის ურთიერთქმედება არსებობს, როგორც უკვე ბრძანეთ. წამლების მიღების დრო არის აუცილებელი, რომ დაიცვალოს პაციენტმა და ამ ყველაფერს ჭირდება სპეციალისტი, რომელიც ამას თავს მოუყრის. ანუ ექიმი ჭირდება ისე. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის ერთი ძალიან საყურადღებო ფაქტორი, რომელსაც მე ზუსტად ვიცი თქვენ როგორც ინტერნისტი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ საკუთრივ პაციენტთან ურთიერთობაში და პაციენტის ოჯახთან ურთიერთობაში. ერთია, როდესაც კოლეგები შეჯერდნენ, მიიღეს ოპტიმალური სქემა, შეათანხმეს და ეს არის ინდივიდუალური სტრატეგია, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანის სიკეთისთვის შეიმუშავეს. მაგრამ მეორეა ამ ჩანაფიქრის განხორციელება. როდესაც ბევრი მედიკამენტია გამოსაყენებელი და ბევრი პრობლემის გათვალისწინებით არის ეს მედიკამენტები გამოსაყენებელი, არის მაღალი რისკი იმისა, რომ ადამიანი, მით უფრო თქვენ ბრძანებდით, რომ ასეთი რისკი აქვთ უფროსი ასაკის ადამიანებს, არის იმის ალბათობა, რომ კეთილსინდისიერად ვერ შეასრულოს ამ ადამიანმა. განსაკუთრებით იქ, სადაც ბევრი წამლის მიღებას თავისი ორგანიზაციული საკითხები აქვს. მაგალითად, როგორ უნდა გადაანაწილოს ეს პრეპარატები თუნდაც ერთ ჯერზე მიღებისას, როდესაც მაგალითად ყველა უნდა საუზმის შემდეგ მიიღოს. როგორ უნდა გააკეთოს ეს, ან როგორ არ უნდა გამორჩეს ეს ყველაფერი და ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რაღაც გამორჩათ და შემდეგ ჯერზე დავლევ ან გამომრჩა და დოზას დავამატებ, ან პირიქით გამოვაკლებ. აი ასეთი რისკი ზრდის თუ არა, აი ამ პოლიფარმაციის, როგორც თქვენ ბრძანებდით, ამის უარყოფით შედეგებს. რასაკვირველია ზრდის. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ კონტინგენტზე, ვისაც ბევრი წამალი ჭირდება, ანუ ხანდაზმულ ადამიანებს და შეიძლება არც იყოს ხანდაზმული, მაგრამ უკვე აი ამ ბევრ დაავადებას ჰქონდეს გარკვეულწილად გაუარესებული პაციენტის მახსოვრობა, აქტივობა, მისი თუნდაც ფიზიკური აქტივობა ვერ მოძრაობდეს ადეკვატურად, ეს ყველაფერი ხელს უშლის აი ამ დანიშნულების შესრულებას. ამიტომ ოჯახის წევრების აქტივობა რასაკვირველია, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება ოჯახის წევრს არ ცალოდეს და მუშაობდეს. ამიტომ არსებობს საკმაოდ ესეთი გამოცდილი პრაქტიკა, ეს არის პაციენტის დღის განრიგის შედგენა. ბევრი ვარიანტი არსებობს, არსებობს ბლოკნოტი, სადაც ჩაიწერება ეს ყველაფერი. ანუ ვიზუალიზებულია, დავინახოთ ეს. ვიზუალიზებულია. შეიძლება ეს იყოს, ვთქვათ, იგივე ტელეფონში შემახსენებლის დაყენება გარკვეულ საათებზე და ეს ყველაზე უფრო მუშაობს, სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდში. მათ შორის ხმოვანი სიგნალები როცა გამოყენებენ. შეიძლება ჩაწერო კიდევაც, რომ აი ხა დასალევი გაქვს ეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე თავიდან ცოტა მეტი დრო უნდა დახარჯოს ოჯახის წევრმა, ოჯახის წევრს ან მომვლელს, ან ვინც არის მის გვერდზე კომპანიონი ნებისმიერი, ეს უნდა ასწავლოს ექიმმა, ან ექთანმა, დაეხმაროს ეს როგორ გააკეთოს და შემდეგ ეს საკმაოდ კარგად მუშაობს. იმიტომ რომ ადამიანები, ვინც ამ შეხსენებას საჭიროებს მუდმივად, ვიღაცის გარემოში ცხოვრობენ და მეტნაკლებად მოვლილები არიან. ყოველ შემთხვევაში მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენთან მეტნაკლებად ეს უნდა მკეთდებოდეს. და ერთი კითხვა, რომელიცაც ჩვენ დავასრულებთ დღევანდელ საუბარს, ზოგჯერ საჭიროა ხოლმე ესა თუ ის ჩარევა. როდესაც ქრონიკული პრობლემების მქონე ადამიანზე ვსაუბრობ, ზოგჯერ ოპერაციული ჩარევა იმ ადამიანებისათვის, ვისაც არა ერთი, არამედ ბევრი დაავადება აქვს და ერთ-ერთი პრობლემის გამო ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება და ადამიანი ბევრ წამალს ერთდროულად იღებდა მანამდე. როგორია ხოლმე გადაწყვეტილება, მაგალითად ინტერნისტის, რომელიც მართავს ამ პაციენტს. ჩვენ ვადევნებ თვალყურს მთელ პროცესს, მათ შორის პოსტოპერაციულ მდგომარეობას და მერე ვცდილობთ აღვადგინოთ ეს რუტინა, თუ არის განსხვავებული სქემა, რომელიც შეიძლება გაითვალისწინოს ოჯახმა და თავად პაციენტმა. ასეთ შემთხვევაში ოჯახის გადაწყვეტილებები არ არის მუშა, ასე ვთქვათ, არ არის რელევანტური, ეს აუცილებლად ექიმმა უნდა გადაწყვეტოს. ექიმმა უნდა გადაწყვეტოს იმ ქირურგთან შეთანხმებით, რომელიც ოპერაციულ ჩარევას აპირებს და საერთოდ პაციენტის ოპერაციამდელი მომზადება და ოპერაციამდე მიყვანა არის მულტიდისციპლინური მუშაობის ანუ ბევრი სპეციალისტის ჩართულობა. სპეციალისტი ჭირდება, ქირურგი აუცილებლად, ანესთეზიოლოგი, ექიმი, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს განსაკუთრებით ეს ინტერნისტი ჩვენს აღქმაში და დღევანდელ რეალობაში ამას თერაპევტს ეძახიან ჯერ კიდევ.
მაგრამ ეს პრინციპში ასე აღარ არის. კარდიოლოგი შეიძლება იყოს, ნეფროლოგი შეიძლება იყოს, გააჩნია რამდენი ადამიანი პატრონობს პაციენტს. პრინციპში ყველას უნდა კონდეს ინფორმაცია, რომ პაციენტი კონკრეტულად აი ამ ჩარევისთვის ემზადება, იმიტომ რომ ოპერაცია დაკავშირებულია სისხლის კარგვასთან, ოპერაცია დაკავშირებულია თრომბოზის რისკის გაზრდასთან, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზმის დამცავი ფუნქცია, როცა ჭრი არ არის ღმერთს არ შეუქმნია გასაჭრელად და ჩასარევად ხო ორგანიზმი. ამიტომ როცა რაღაცა ჭრი და სისხლდენასთან დაკავშირებული ორგანიზმი, შემდეგ უკვე აქტიურებს შედედების პროცესს. და ამიტომ ორივე უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ისეთ წამლებს იღებს პაციენტი, რომელიც სისხლის გამათხელებელია, ახლა ჩამოვთვლით, მაშინ ესენი გარკვეული დროით ადრე უნდა შემცირდეს, მაგრამ შემდეგ უკვე ექიმის მიერ კლინიკაში, საავადმყოფოში უნდა აღდგეს რაღაცა მედიკამენტი და შემდეგ ისევ გაგრძელდეს იმითი, რასაც ადრე იღებდა. და კიდევ ერთი რამე, ძალიან არასწორია, როცა პაციენტი თვითონ იღებს, ახლა სტაციონარი საავადმყოფო არ არის ახლა პოლიცია, სადაც გავჩხრეკთ პაციენტს, რომ არ იქ არ შემოიტანოს მისი რამ, მას სრული თავისუფლება აქვს. ოღონდ ჩვენთან უნდა შეათანხმოს. აი ამას ვსვამდი. ამიტომ აქ არის ერთი პრინციპი. თუ კი პაციენტი არის სტაციონარში, იქ ყველა წამალი აბსოლუტურად იმ ექიმის გადაწყვეტილებით ეძლევა პაციენტს, რომელიც მას მართავს, ან რომლებიც მას მართავენ. ამიტომ ამას ვსვამდი და გავაგრძელებ. ხშირად აღმოგვიჩენია ეს ამბავი, რასაკვირველია და მათ არც იციან, რომ ეს არ შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა ლიზიკო, რომ ჩვენი გუნდის წევრი ხარ. ძალიან დიდი მადლობა, რომ წლების მანძილზე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით შენს პროფესიულ გამოცდილებას ცოდნასთან ერთად უზიარებ ჩვენ საზოგადოებას. დღეს ჩვენ ძალიან საჭიროა საკითხზე ვისაუბრეთ თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების მზარდი ნაწილი არის ხანდაზმული პოპულაცია, რომელსაც არა ერთი, არამედ ბევრი პრობლემა შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს, შესაბამისად არა ერთი, არამედ საკმაოდ ბევრი მედიკამენტის ერთდროულად მოხმარება სჭირდება და რისკების გათვალისწინება პირადად მისთვისაც, მისი ოჯახის წევრებისთვისაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ინტერნისტი, ან თერაპევტი, როგორც ჩვენ საზოგადოებაში უწოდებენ ხოლმე, ქალბატონი ლიზა გოდერძიშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინკვებით შუქნიშანი გველოდება. როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, რადგან წარმოუდგენელია ჩვენი სიცოცხლე კვების გარეშე. მეორეს მხრივ, კვება და კვებითი პროცესები არის ჩვენი ორგანიზმის არსებობის განუყოფელი ნაწილი, რომელიც საკვებ ნივთიერებებზე სასიცოცხლო მოთხოვნილებას უკავშირდება. დიახ, კონკრეტული ნივთიერებების გარეშე, კონკრეტული ენერგეტიკული საწვავის გარეშე, ანუ აუცილებელი ნივთიერებების გარეშე, ჩვენი ორგანიზმი უბრალოდ ვერ იმუშავებს. და ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს წარმოდგენას დღიურ რაციონს. დიახ, ჩვენი თებში, რომელიც სწორედ ამ რაციონის სიმბოლოა, არ არის ახირება, რომელსაც უბრალოდ რეკომენდაციებისთვის გიზიარებთ. ეს არის მოდელი, რომელმაც შეიძლება მთლიანად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება და შეცვალოს პრობლემების თავიდან ასაცილებლადაც და უკვე არსებული პრობლემების მოსაგვარებლადაც. მაშინ, როდესაც ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი დღიური რაციონი, ერთ თეფშზე დატეული არის სიმბოლური რეკომენდაცია, სადაც ნახევარი ყოველდღიურად ბოსტნეულსა და ხილს ემთხვევა და ეძღვნება და ეთმობა ბოსტნეულის უპირატესობით, ხოლო მეორე ნახევარი ეს არის განკუთვნილი მარცვლეული ბურღულეულისთვის და ცილოვანი კომპონენტისათვის. ცხადია, აქ კონკრეტული უპირატესობები დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევებზე, ინდივიდუალურ არჩევანზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გადავჭრათ მოცემული ადამიანის შემთხვევაში ჩვენთვის კონკრეტული ამოცანა, ამ ადამიანისთვის კონკრეტული ამოცანა, რომ ჩვენი რეკომენდაციები იყოს მაქსიმალურად მისადაგებული მის საჭიროებებზე. მაგრამ, როდესაც ჩვენ დღევანდელ გადაცემაზე ვსაუბრობთ, დღევანდელ კონკრეტულ ამოცანაზე ვსაუბრობთ, ჩვენ პრაქტიკულად ვსაუბრობთ ბევრ დაავადებაზე და შესაბამისად
ერთდროულად მოხმარებულ ბევრ წამალზე. Რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სახელი დავარქვათ ამ მდგომარეობას, მაგალითად, ყველასათვის ცნობილი ტერმინი პოლიფარმაცია, ასე ითარგმნება ბევრი წამალი, ბევრი სამკურნალო საშუალება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რა სახელს დავარქმევთ, რა ტერმინს გამოვიყენებთ მდგომარეობის აღწერისთვის, ჩვენ ვლაპარაკობთ სიტუაციაზე, სადაც ორგანიზმისათვის ბევრი სირთულე არის ერთდროულად გადასალახი. ერთი მხრივ საკუთრივ დაავადებებთან დაკავშირებული სირთულეები და მეორე მხრივ იმ ნივთიერებების მექანიზმებთან გამკლავება, რომელიც გარედან ხდება ჩვენს ორგანიზმში. თან კვებასთან მიმართებაში ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს და რატომ? რადგან ჩვენ ცხოვრების წესთან მიმართებაში ვსაუბრობთ, მოდით წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება აისახოს ბევრი წამლის მოხმარება ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ფაქტორზე. მაგალითად, მედიკამენტების მოხმარებამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი წონა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შესაძლოა პრეპარატი იყოს განკუთვნილი წონის რეგულირებისთვის, მაგრამ სწორედ მისი დამსახურებით მოვიმატოთ წონაში. არის პრეპარატები, რომელთა ამოცანა არის ჩვენი ფსიქოემოციური წონასწორობის აღდგენა. ამ პრეპარატების ფონზე ჩვენ შეიძლება მოვიმატოთ წონაში. ან პირიქით შეიძლება იყოს ისეთი პრეპარატები, თქვენ იცით რომ მე არასდროს მედიკამენტებს არ ვასახელებ, ამიტომ რეალურად ზოგადად გავაგრძელებ საუბარზე და დაუბრუნდები ფრაზას, რომ არის ზოგიერთი მედიკამენტი, რომლის დამსახურებითაც ადამიანმა შეიძლება დაიკლოს წონაში. რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი, გარდამავალი, მკურნალობასთან ასოცირებული მდგომარეობა, რომელიც უნდა გამოსწორდეს, აღდგეს ასეთი წონასწორობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ერთი ფაქტორი ცხოვრების წესისა, რომელიც უნდა შეგახსენოთ. ფიზიკური აქტივობა და მედიკამენტი. არის მედიკამენტისა და ფიზიკური აქტივობის ურთიერთობა ძალიან დეტალურად შესწავლილი სხვადასხვა მაგალითზე და დადგენილია, რომ კუნთი, რომელიც აქტიურად უნდა დავტვირთოთ და კუნთი, რომელშიც ვაპირებთ კანქვეშ უпростоრად იგივე ზონა, იგივე მიდამო, მაგალითად ინსულინისთვის გამოვიყენოთ, ეს არის ძალიან საყურადღებო ურთიერთობა, როდესაც ჩვენ შესაძლოა საჭირო დოზა არასათანადოდ დავითვისოთ, ან არასათანადოდ დავკარგოთ, ან არასათანადოდ გამოვიყენოთ. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმ ადამიანებისათვის, ვისაც ქრონიკულად ჭირდება გარკვეული ტიპის პრეპარატების მიღება. არის მედიკამენტები, რომელთა მოხმარების ფონზე ფიზიკური აქტივობა კატეგორიულად არ არის მიზანშეწონილი. თქვენ ალბათ შეგინიშნავთ ზოგიერთ თქვენგანს, ვისაც კონკრეტული მედიკამენტი დაუნიშნეს, სადაც მითითებულია, რომ საჭესთან დაბრძანდებით, მართავთ მანქანას ამ მედიკამენტის მოხმარების ფონზე და ასე შემდეგ. რეალურად აქტივობა და მედიკამენტების მოხმარება შეიძლება იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. ის რომ წყლის მიღება და მედიკამენტები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, მე ვფიქრობ ამას განმარტებაც არ სჭირდება. ყველა იმ მედიკამენტს, რომელსაც არ აქვს საგანგებო მითითება, რომ რაღაც ნივთიერებასთან ერთად უნდა მივიღოთ, რაღაც სხვა კონფიგურაციაში უნდა მივიღოთ, ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ მედიკამენტს ვიღებთ პერორალურად, ანუ პირით მისაღებ წამალს ვიღებთ ჭიქა წყალთან ერთად, არა ყლუფთან ერთად, არა ალკოჰოლის გარკვეულ დოზასთან ერთად, არა მინერალურ ან რომელიმე წვენთან ერთად, ან მაგალითად ჩაისთან და ყავასთან ერთად, არამედ მტკნარ სასმელ წყალთან ერთად. ეს არის ის წესი, რომელიც მე ვფიქრობ ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად შეითვისა. მაგრამ თუ ჩვენ უფრო დეტალურად დავანაწევრებთ კვებას, მაშინ აუცილებლად გაგახსენებთ რამდენიმე კანონზომიერებას, რომელიც უკავშირდება ცალკეულ ნივთიერებებს. მაგალითად, ალკოჰოლის მოხმარება არის თუ არა რისკი სხვადასხვა მედიკამენტთან მიმართებაში. მე ურთიერთობაზე არ ვსაუბრობ, საკუთრივ ალკოჰოლის მოხმარება არის წინაპირობა იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმმა დაკარგოს კონკრეტული ნივთიერებები. ალკოჰოლის სისტემატურ მომხმარებლებს შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული ნივთიერებების ნაკლებობა, მათ შორის ბეჭდგუფის ვიტამინების და განსაკუთრებით B1 ვიტამინის, რომელსაც თიამინის სახელითაც ვახსენებთ ხოლმე. გასათვალისწინებელია, მაგალითად, ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გამოყენების ფონზე დაკარგული მარილები, როგორც საზოგადოებაში მოიხსენიებენ ხოლმე, ანუ
მინერალები, რომელიც მაგალითად შარდმდენების გამოყენების შემთხვევაში დაიკარგება, ან მაგალითად მარტივი ნახშირწყლების კონტროლის აუცილებლობა, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ გლუკოზის დონის, სისხლში გლიკემიის კონტროლთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია მაგალითად რძის ნაწარმი და მედიკამენტები. რატომ? იმიტომ რომ არის ზოგიერთი პრეპარატი, რომელსაც მითითებული აქვს, რომ სასურველია რძის ნაწარმთან ერთად გამოიყენოთ, იმისთვის, რომ მან თავისი მაქსიმალური ეფექტი გვაჩვენოს. ასეთ შემთხვევაში დანიშნულების ნაწილში აუცილებლად ჩნდება ეს რეკომენდაცია, საჭირო რეკომენდაცია. წვენი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ გრეიპფრუტის წვენი და ფორთოხლის წვენი. ყველაზე მეტად მაინც გამორჩეულად გრეიპფრუტის წვენი. ამ პროდუქტში შემავალი ნარინგენინი შედის ძალიან ხშირად ურთიერთქმედებაში სხვადასხვა მედიკამენტის მთავარ მოლეკულასთან. რა მოხდება? სწორედ აი ამ წვენით დალეული წამალი შეიძლება აღმოჩნდეს ან დაკარგული დოზა და უხშირესად ეს არის გაზრდილი დოზა. მარტივად რომ ვთქვათ, დავლიეთ 1 ტაბლეტი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ გრეიპფრუტის წვენით დავლიეთ, მან იმოქმედა როგორც 2 ტაბლეტმა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა წინასწარ ვიცოდეთ რისკების შესახებ და როგორც საერთაშორისო რეკომენდაციები გვიდასტურებს, უმჯობესია დისტანცირება წამლის მიღების მომენტისა მაგალითად გრეიპფრუტის მოხმარებისგან, ფორთოხლის მოხმარებისგან. სულ ცოტა 2-3 საათი მაინც უნდა იყოს ინტერვალი ამ პროდუქტების მოხმარებათა შორის. რაც შეეხება კიდევ ერთ კანონზომიერებას, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა საკვები ნივთიერების დაკარგვას და სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებაში კონკრეტული საკვები პროდუქტების გავლენას. მაგალითად, პარკინსონის სამკურნალო საშუალების ურთიერთქმედება ცილოვან კომპონენტებთან ცვლის ამ წამლის ეფექტს. ამიტომ, როგორც წესი, ყველა რეკომენდაციაში მითითებულია, რომ წამლის მიღება და ცილოვანი საკვების მოხმარება ერთმანეთისგან უნდა იყოს დისტანცირებული. ანუ ცილოვანი საკვების ფონზე ამ პრეპარატის მიღება, ან ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ცილოვანი საკვების დაყოლება არ არის მიზანშეწონილი. გასათვალისწინებელია, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის მედიკამენტის დამსახურებით შეცვლილი კალციუმის და ნატრიუმის ცვლა. მაგრამ საგანგებოდ მინდა გამოვყოთ, მე წეხან მარილები ვახსენე, კალციუმის ცვლის დარღვევა, რომელიც შეიძლება ოსტეოპოროზამდეც კი მივიდეს, თუ ჩვენ სისტემატურად და ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებლად, თვითნებურად მით უფრო, როდესაც გამოვიყენებთ კორტიკოსტეროიდებს. ეს არის თქვენთვის ცნობილი ჰორმონებს, რომ ეძახიან ხოლმე საზოგადოებაში, მათი გამოყენების ფონზე თვითნებური გადაწყვეტილებები ყოვლად დაუშვებელია. წამალს შეუძლია შეცვალოს ჩვენი კვების რეჟიმი. ანუ როდის მივირთმევთ საკვებს, შეიძლება იყოს ეს მთლიანად ორიენტირებული წამლის მოხმარებაზე და პირიქით წამალი მოვიხმაროთ ჩვენი კვების რეჟიმის შესაბამისად, კვებას დავუკავშიროთ ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, უშუალოდ კვების დასრულების შემდეგ. მან შეიძლება შეცვალოს, ანუ წამალმა შეიძლება შეცვალოს ჩვენი ულუფა, ანუ შეცვალოს ჩვენი მადა და შეცვალოს დამოკიდებულება საკვების მიმართ. ანუ შეიძლება ჩვენ მკვეთრად შევამციროთ კონკრეტული მედიკამენტის ფონზე, ან მკვეთრად გავზარდოთ საკვების მოხმარება და ეს მთლიანად დამოკიდებული არის, უფრო სწორედ პროვოცირებული არის მთლიანად მედიკამენტის მიერ და ეს არის ის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ჩვენ გვჭირდება წითელი, ყვითელი, მწვანე ზონის შესაბამისად და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ბევრი მედიკამენტი მოსახმარი. აი, ბევრი მედიკამენტის შემთხვევაში ჩვენ ყოველდღიურად პრაქტიკულად გვაქვს ერთობლიობა ქიმიური ნივთიერებებისა, გამორჩეული ურთიერთქმედებით, გამორჩეული ურთიერთზეგავლენით, ერთმანეთთან მეგობრობით, ერთმანეთთან დაპირისპირებით. მაგრამ რა არის მაშინ ალტერნატივა? ყველაფერი იმისა, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ. უარი ვთქვათ მედიკამენტებზე. არ მივიღოთ ესა თუ ის სამკურნალო საშუალება, რასაკვირველია არა. პირიქით, ყველა მედიკამენტი, რომელიც ჩვენების შესაბამისად თქვენ გაქვთ დანიშნული, უნდა სქემის მიხედვით კეთილსინდისიერად მივიღოთ. მაგრამ მაშინ რა გავითვალისწინოთ? გავითვალისწინოთ ის პრინციპები, რომელთაც მე დავიწყე დღევანდელი კვებით შუქნიშანი. რა არის საპირწონე იმ პრობლემებისა, რომელიც შეიძლება შეგვექმნას ბევრი წამლის ერთდროულად მოხმარების შემთხვევაში. ეს გახლავთ ისევ ჩვენი თებში.
ისევ დაბალანსებული ყვება და ასეთ შემთხვევაში წონასწორობა საკვებ ჯგუფებს შორის განსაზღვრავს საკვებ ნივთიერებებს შორის წონასწორობას და ამ ნივთიერებების წონასწორობაში ურთიერთობას ორგანიზმში მოხვედრილ ქიმიურ ნაერთებთან. ასეთ შემთხვევაში ჩვენი წონასწორობა ჩვენი თანაბარი შემცველობა ორგანიზმში სხვადასხვა საკვები ნივთიერებებისა და აუცილებელი ნივთიერებებისა ყველაზე დიდი დატვირთვის შემთხვევაში მედიკამენტების ყველაზე მძაფრი გავლენის შემთხვევაშიც კი გაცილებით უფრო მეტად იცავს ჩვენს ორგანიზმს გართულებებისაგან და მედიკამენტების მოხმარების უარყოფითი შედეგისგან. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე ამით გემშვიდობებით და რასაკვირველია ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.